საზოგადოებრივი მოძრაობა ის, რაც გვაერთიანებს, აგრძელებს შეხვედრებს ქართლის მოქცევის 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მორიგი შეხვედრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მოძრაობა ის, რაც გვაერთიანებს, ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნისთვის ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა განსაზღვროს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნისათვის. დასახული მიზნის განხორციელებისათვის დაგეგმილია კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, სხვა სასულიერო პირები, მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები, მეცნიერები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების წარმომადგენლებთან საუბარს იმ თემაზე, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ქართლის მოქცევის, ანუ იგივე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი მომავალი წელი, რომელიც 326 წელს აღინიშნება. აი რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა როლი უნდა შეასრულოს ამაში ჩვენმა ინტელექტუალურმა ელიტამ, მეცნიერებმა, კულტურის მოღვაწეებმა და სურვილი ესეთი, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნაში ყოველმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა, ყოველმა ოჯახმა, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა, რადგანაც თავად შინაარსი აი ამ დღესასწაულისა ეს არის საქართველოში ქრისტიანული ერთობის ასე ვთქვათ დაწყება. ანუ ქართლის მოქცევა ნიშნავდა ქართველი ერის გაერთიანებას ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებაში და აი ამ დროიდან დაიწყო ჩვენი ერის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი თლიანობის აღმავლობა და მიაღწია, როგორც ჩვენ ვიცით, ძალიან დიდ სიმაღლეს ოქროს ხანაში და აი სწორედ ეს არის ჩვენთვის დღეს ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ერთობა და დღესაც, როდესაც რთული ჯამია, როდესაც გლობალიზაციის პირობებში არის ძალიან მრავალი ინფორმაცია, მრავალი მსოფლმხედველობა, რომ ქართველი ერი არ მოწყდეს თავის ფესვებს და რომ მან იგი გააგრძელოს ის გზა, რომელთაც მიდიოდა. აი ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ამ დღესასწაულის აღნიშვნა იყოს საყოველთაო. და აი ამ გზების ძიებას ემსახურება არა მარტო დღევანდელი შეხვედრა, არამედ წინა შეხვედრებიც მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელებს შევხვდით რექტორებს, ჩუბინაშვილში მარტო ჩუბინაშვილის ხელოვნებაცოდნეებს. დღეს არის უფრო წარმოდგენილი კულტურის მოღვაწეებიც ერთდროულად და მეცნიერებიც, სხვადასხვა დარგის, სხვადასხვა ზოგი ხელმძღვანელი დაწესებულების, ზოგი ესე წარმომადგენელი და ამიტომ იმედი გვაქვს, რომ აი ეს შეხვედრები იმ ნაყოფს გამოიღებს, რომ ქართველი ერი გაერთიანდება ამ ზეიმში და ამით დაუბრუნდება ფესვებს, განმტკიცდება თავის ღირებულებებში, თვითყოფადობაში და ერთობაც უფრო მტკიცე იქნება. ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელი შეხვედრა ტარდება ეროვნულ მუზეუმში. ეროვნული მუზეუმი არა მარტო იცავს ჩვენ ეროვნულ მემკვიდრეობას, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენ ქრისტიანულ საგანძურს, არამედ ჩვენი მოვალეობაა ეს გადავცეთ ცოდნა ფართო საზოგადოებას და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მომზადება ფართო საზოგადოების იმისთვის, რომ უფრო მეტად გააცნობიეროს თუ რა დიდი ეროვნული საგანძური გვაქვს და რა დიდი როლი აქვს ქრისტიანობას ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში. ჩემი აზრით, თვითონ სახელი რა გვაერთიანებს, უკვე პასუხს აი ამ მნიშვნელობას. რომ ქრისტიანობა, რელიგია იყო ერის გამოერთიანებელი. და დღეს ეს ძალიან აქტუალურია,
იმიტომ რომ არის ტენდენცია ერის გახლეჩის, დაპირისპირების, ხო? ეს ის ძალაა, რომელიც ყველას აერთიანებს და მე როგორც ფსიქიატრ, ფსიქოთერაპევტი ვთვლი, რომ ქრისტიანობა არის მატარებელი, რომელიც აი ამ მე წინა იმაზე ვთქვი, ნეგენტროპიული ფუნქცია, ეს ნიშნავს, რომ დაშლის წინააღმდეგ მოქმედებს. სულიერება არის ნეგენტროპიული ფუნქციის მატარებელი, ესე იგი ენტროპიას, დაშლას, ქაოსს ხელს უშლის და აერთიანებს. ამიტომ ეს დაუშვათ აი ამის გახსენება ეს სადღაც ისტორიული მოვლენა კი არ იყო, მაგრამ ქრისტიანობა არის დალექილი ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში, კოლექტიურ არაცნობიერში. პოტენციურად ყველა ადამიანში, უწმუნოში, მოწმუნეში ისდევს. ამის გახსენება არის ძალიან მნიშვნელოვანი.